ადამიანს მინდა გავუწევ პასუხი. ეს ადამიანები ერთი მარტივი მიზეზის გამო არ არიან დასჯილები, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო. დღეს ჩვენ გვაქვს ფიქტიური სასამართლო, სადაც უკანონობის დაკანონება ხდება და გუშინ იყო ზუსტად ამის პრეცედენტი კიდევ ერთ-ერთი ბიჭებს გულისხმობს ბიჭების დაკავებას და გუშინ გავაკეთეთ მოწოდება, სხვათა შორის ქალბატონო, რომ ბაჩო ახალაიას გადადგომა ეს არ არის გამოსავალი. ყველა ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობდა, უნდა ჩატარდეს თავიდან ბოლომდე, უნდა შეისწავლოს ყველა პატიმრის ჩვენება, უნდა იქნას აბსოლუტურად ყველა გასამართლებული. ოღონდ ეს გასამართლება მოხდება მას მერე, რაც საქართველო განთავისუფლდება იმ ბოროტებისგან, რომელიც დღეს არის. ძალიან მალე იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება და პრეზიდენტის განცხადებით კი არა, უმკაცრესად დასაჯეთო და მითითებით კი არა, რომელიც დღეს პირდაპირ უთითებს. არა, თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ რა დოზით უნდა დაისაჯოს. მე გეთანხმებით, რომ ადამიანები, რომლებიც ამ სისასტიკეში იღებდნენ მონაწილეობას, აუცილებლად დასჯელია. ჩემი პირადი აზრია, რომ პირველ რიგში უნდა დაისაჯოს ბაჩო ახალაია და მისი გარემოცვა.